გიორგი, გამარჯობა. შენს კვლევაში გაანალიზე 150,000-ზე მეტი ინსულტის მქონე პაციენტის ინფორმაცია. რა აჩვენა შენმა კვლევამ? კვლევა იყო 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, რაც 10 წლის პერიოდს მოიცავს. კვლევამ აჩვენეს, რომ საშუალო ასაკი ინსულტისა გახლავთ 69.3, ყველაზე ხშირი ინსულტის ინციდენტობა გახლავთ 70 წლიდან 79 წლის ჩათვლით, ხოლო საყურადღებო მონაცემები არის 50 წლიდან 59 წლის ჩათვლით, რაც შეადგენს კვლევის საერთო რაოდენობით, ანუ ამ 150,899 ადამიანიდან 15% მოდის ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ინსულტისთვის ახალგაზრდა პოპულაციაზე, რაც შეადგენს 50-დან 59 წელს, რაც ევროპის და წამყვანი ქვეყნებთან შედარებით ძალიან სავალალო შედეგებია. დაგისვათ შემდეგ კითხვას, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება ინსულტი უფრო ხშირად? როგორც ახსენე, ყველაზე ხშირად დაახლოებით 30%-მდე გვხვდება 60-დან 79 წლის ასაკის პერიოდში, შემდეგ მოდის 80-99, რაც ასე ვთქვათ, ასაკის და თვითონ ინსულტის მახასიათებებიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, მაგრამ როგორც ახსენე, საყურადღებო 50-დან 59 წლის ჩათვლით კოჰორტა. თქვენს კვლევაში იყო, რომ დაახლოებით 4% 5,000-მდე ადამიანი გადაყავთ ერთი კლინიკიდან საავადმყოფოში და საერთოდ რატო ხდება, რა არის ამის მიზეზი და რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს ტრანსპორტირებაც და არა მხოლოდ? კი ბატონო, აი ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი, როგორც თქვი, რომ არის რა თქმა უნდა რეგიონებში ნაკლებობა ცენტრებისა, მეორე მიზეზი არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც თბილისშივე შიგნით შიდა მობილობა დავარქვათ ამას, როდესაც შიგნით მაგალითად ერთ კლინიკაში შეყავთ, შეიძლება ანუ პაციენტის ახლობის მოთხოვნით ან თუნდაც თვითონ პაციენტის მოთხოვნით ხდება გადამისამართება მისი სხვა კლინიკაში. ამიტომ დრო იმისა, რომ გაუწიო ინსულტს შესაბამისი დახმარება, რაც არის თრომბოლიზისი, რომლის ფანჯარა დაახლოებით 4,5 საათია, დეტალებში არ შევალ, ხოლო თრომბოლიზის თრომბექტომიის უფრო მეტი ხდება ის, რომ აი ამ დროის ფანჯრის კარგვა ხდება. და უკვე შესაბამისად, ასე ვთქვათ, მწვავე ინსულტის მკურნალობა ვერ მიდის ისე, როგორც საჭიროა. გიორგი, რომ შევეხოთ ინსულტის ფინანსურ ტვირთსაც. რა უჯდება პაციენტებს და მათ ოჯახებს ინსულტის შემდგომი პირველადი მკურნალობა კლინიკაში და უკვე შემდგომ ხშირად ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი? მადლობა კითხვისთვის. ესე იგი 1600 ლარი ჯდება ყველაზე იაფ შემთხვევას ვიტყვი, ეს ძდება დაახლოებით 1600 ლარი, როდესაც თითქმის ჩარევა არ ჭირდება ინსულტის პაციენტს და მხოლოდ ასე ვთქვათ სტაბილიზაციის რეჟიმში ყავს. ხოლო დაახლოებით 3000 ლარამდე ჯდება უფრო რთული ინსულტები, ეს მხოლოდ საწოლდღეების რაოდენობა, როდესაც დამატებით ჩარევას თრომბოლიზის და თრომბექტომიას არ უკეთებთ. რომ დავუმატოთ თრომბოლიზისი დაახლოებით საქართველოში 5000 ლარის ირგვლივ არის ეს ყველაფერი, ხოლო თრომბექტომია 15000 ლარის ირგვლივ. პლუს-მინუს კლინიკების მიხედვით, რა თქმა უნდა. და ანუ რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი არის ფულადი თანხა.